სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა დაატყდებათ თავს. ტრამპი ირანს ემუქრება, რომ თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას გააგრძელებენ, შეერთებული შტატები მათ 20-ჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე. პარალელურად ამერიკის ომის მდივანი აანონსებს, რომ დღევანდელი დღე დარტყმების მხრივ ყველაზე ინტენსიური იქნება. თეირანს მთელი დღეა ბომბავს ისრაელის ლიკვიდირებულია ირანული სამხედრო დაჯგუფების ბასიჯის მეთაური. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ახლო აღმოსავლეთში ირანულ დრონებთან საბრძოლველად 3 პროფესიონალური ჯგუფი გაგზავნა. უკრაინამ ბრიანსკში მიკროელექტრონიკის ქარხანას დაარტყა. საწარმო ოკუპანტების სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო დეტალებს ამზადებდა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ქალაქში 11 აფეთქების ხმა გაისმა. ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის მიმართ აქვს აღებული. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ოცნების მიერ გრანტების კანონში შეტანილ ცვლილებებს საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. ოცნება მეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის მონახულების უფლება არ მისცა. ამის შესახებ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პერე ჟუან პონს სან-პიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნანახი ვითარება გვაიძულებს უთხრათ მთავრობას, რომ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, განაცხადა სან-პიეტრომ.